Galabzot Business Couriers ACT კვლევის გამოკითხვით თბილისელთა ნახევარზე მეტი გაზის საწვავზე ავტომობილის გადაყვანას სახიფათოდ მიიჩნევს. Თუმცა 30% მაინც გაზზე დადის, რომ ფული დაზოგოს. და როგორც კვლევები აჩვენებს, ეს ციფრი სულ მალე 40%-ს ასწდება. ექსპერტები მოწმობენ, რომ ბალონი მანქანაში არაერთ რისკს უკავშირდება და მძღოლმა მათ შესახებ უნდა იცოდეს. ავტომობილი გაზზე საწვავის ხარჯს 2/3-ით ამცირებს, თუმცა თუ განვითარებულ ქვეყნებში ავტომობილს აირის ავზი ქართულად უმონტაჟდება, ჩვენთან ეს კუსტარულად ხორციელდება. ეკონომის მიზნით ამ ქვეყნს ყოველდღიურად 10-ობით მძღოლი მიმართავს. მოთხოვნის პროპორციულად იზრდება ხელოსანთა რიცხვიც. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვიგდებთ თუ არა სიცოცხლეს საფრთხეში და ზრუნავს თუ არა ვინმე ჩვენს უსაფრთხოებაზე. სახიფათო არის. ვიდრე მაინც გაზია. ვისაც ავტოფარეხი ქონდა, სულ ყველამ გახსნა უკვე და მიდის, ხა უკვე კონკურენცია უნდა სერიოზულ კომპანიებთან დაიჭიროს საქმე რა. შეხედონ ინსტრუმენტებში, თვითი ამონტაჟებენ, სად ამონტაჟებენ. სახელმწიფოს მიერ აუცილებლად უნდა იყოს ეს კონტროლირებადი. მაგას აუცილებლად ჭირდება სერტიფიცირებული მუშაკი, ვინც მაგას დაამონტაჟებს, ის აუცილებლად ინჟინერი უნდა იყოს. უნდა იცოდეს ელექტრონიკა, მექანიკა, ბევრი რაღაცები უნდა იცოდეს. სამწლიანი პრაქტიკის შემდეგ ბიოსერვისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არაკვალიფიციურ ხელოსანთან მოხვედრის შემთხვევაში მომხმარებელი ეკონომის ნაცვლად ზარალს მიიღებს. ხშირია შემთხვევები, როცა არასწორი მონტაჟის გამო ავტომობილი მწყობრიდან გამოდის. ხშირად ყალბდება პროდუქციაც. ბაზარი იმდენად უკონტროლოა, რომ შესაძლოა იტალიური აპარატურის ან ავზის ფასად თქვენ ავტოში იაფასიანი ჩინური დეტალები მოხდეს, ისე რომ ვერც ვერაფერს შეამჩნევთ. არის საშიშროება, რომ იყოს ბალონი სადღაც 1971 წელში გამოშვებული და ესეთ კონდეს ამოტვიფრული 2007 წელი. ბევრი საქართველოში გაჯერებული არის ბაზარი, უკვე მაგათი ფსევდო იტალიურებით რა არის ჩინური, აწერია იტალიური ან რაღაცას მაიმუნობენ რა. აი მაგის დაყენება საკმაოდ საფრთხის ქვეშ აყენებს. მე ეგრე მგონია რა. რამდენად უსაფრთხოა გაზზე მომუშავე ავტომობილები? ამ კითხვით საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და კონსალტინგის კომპანია ACT-მ 400 თბილისელს მიმართა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველი მეორე თბილისელი, ანუ 52% გაზის ავტომობილებს მიიჩნევს სახიფათოდ. თუმცა მიუხედავად ამისა, გაზზე მომუშავე მანქანების რაოდენობა იზრდება და დღეისათვის თბილისში ავტომობილების მე-4-ზე მეტი არის, ანუ 28% უკვე გადაყვანილია გაზზე. და მათ შორის, ვისაც არ ყავს ჯერ ავტომობილი გაზზე გადაყვანილი, 12% აპირებს გადაყვანას. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სიფრთხილე ეკონომიურმა მოტივმა დასძლია და მალე თბილისში ავტომობილების 40% ბუნებრივ აირზე ემუშავებს. წამყვანი ფირმები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვანი კონტროლი არ არსებობს. მძღოლზე 60-ლარად გაცემული მოწმობა კი უბრალოდ ფორმალობაა, რომელიც პატრულთან ჭრის. რეალურად კი არც აირის ავზის და არც მონტაჟის პროცესის სათანადო შემოწმება არ ხდება. ის აპარატურა, რაც ქარხანაში ტესტავს თვითონ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს აქ. თვითონ ავზი მოწმდება 8 სახის ტესტზე, რომელიც საქართველოში არ არსებობს, რა თქმა უნდა. თუმცა იბეჭდება საბუთი, რომელიც შეგვიძლია წარუადგინოთ პატრულთან. ეს უსაფრთხოების გარანტია არ არის. ასეთ სიტუაციაში უსაფრთხოების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს სერტიფიკატი, რომელიც თითოეულ აირის ავზს ინდივიდუალური ნომრის მიხედვით მოყვება. ასე მიიჩნევენ ტრანსკავკასიურ სადისტრიბუციო კომპანიაში, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია მომხმარებელს ურჩევს ნუ დაზოგავს თანხას, რომელიც დამატებით საშუალოდ 300 ლარია და წამყვანი ფირმების აპარატურა და სერტიფიცირებული ხელოსნის შრომა გამოიყენოს. აპარატურა, რომელიც არ არის ბრენდირებული და რომელიც არის აწყობილი სხვადასხვა წარმოებლის მაკომპლექტებელი ნაწილებით, ერთად გამართულად ვერ მუშაობს და იწვევს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს და შემდეგ ამის მომსახურება და სერვისი ჯდება ძვირი. ასევე უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია არის სერტიფიცირებული მემონტაჟე, რომელსაც აქვს ტრეინინგი გავლილი იმ ბრენდთან, რომელზეც მუშაობს. სპეციალისტები მომხმარებელს ახალი ავზისა და იტალიური აპარატურის მონტაჟს ურჩევენ, რომელიც ბაზარზე ყველაზე ხარისხიანად ითვლება. შესაფერი სახელოსნის შერჩევა კი საკუთარი ინტუიციითა და გაკითხვით მოგიწევთ.